მოგესალმებით მეგობრებო. სხვათაშორის ნეპალი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს. იკითხავთ რატომ? რა აქვს ამ ქვეყანას ასეთი განსაკუთრებული? გიპასუხებთ. ნეპალი იშვიათი სილამაზის ქვეყანაა. რაც უფრო შორს მიდიხარ ქალაქებიდან, აქაური ბუნება მით უფრო ხმამაღლა გესაუბრება. ნეპალში ერთ დღეს შეიძლება თოლში იდგე, ისე რომ სუნთქვისას ცხვირის გაგეყინოს. მეორე დღეს კი ზიანდაბლობზე ოფლიც მოგდინდეს. ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათი ევერესტია, თუმცა ის მხოლოდ ევერესტით არ არის გამორჩეული. ბევრმა არ იცის ალბათ და გეტყვით, ნეპალი სამხრეთ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთს შორის მდებარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში ორივე ქვეყნის გავლენაა. საუბარია გარეგნობაზე, კულტურაზე და რელიგიაზე. ჰიმალაის ქედის ჩრდილში, სამხრეთით არის ადგილები, სადაც თბილი ტყეთა სისტემაა. გალობენ სხვადასხვა სახის ფრინველები. ხეების ჩრდილში ჩუმად გადაადგილდებიან მაიმუნები და სადღაც იქვე თუ გაგიმართლა, შეიძლება ბენგალურ ვეფხვსაც გადაეყო. ვიხუმრე, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ცხოველს სადმე მარტომ გადავეყავთ. თუმცა ეს ცხოველი ნეპალის მთებში ნამდვილად ცხოვრობს. დაახლოებით 250-მდე ერთეული. წარმოიდგინე, ერთ მხარეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი, მეორე მხარეს კი ტყის სიჩუმეში ჩაკარგული სოფლები, სადაც ბავშვები ხის ქოხში წერა-კითხვას სწავლობენ, ან საერთოდაც ვერ სწავლობენ. ნეპალი ეთნიკურად ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა, ამიტომ მოსახლეობაც გარეგნულად განსხვავებულია. ინდო-არიული წარმომავლობის ხალხი ცხოვრობენ ძირითადად სამხრეთ დაბლობებზე. გარეგნულად გვანან ინდოელებს. უფრო მუქი კანისფერი აქვთ, შავი თმა და მკვეთრი ნაკვთები. იცვამენ ტრადიციულად სარები, თოთი და ასე შემდეგ. ტიბეტო-ბურმული წარმომავლობის ხალხი ძირითადად ჩრდილოეთით ჰიმალაის მხარეში ცხოვრობენ. გარეგნულად ჩამოგავენ ტიბეტელებს, ჩინელებს. ღია მოყვითალო კანისფერი, უფრო ფართო სახე და ოდნავ ვიწრო თვალები. ამიტომ ნეპალელების გარეგნობა ხშირად შუაშია ინდოელებსა და ტიბეტელებს შორის, რაც რეგიონზეა დამოკიდებული. დედაქალაქი კატმანდუ ძალიან ხალხმრავალი, ქაოტური და ხმაურიანი. თანამედროვე შენობები ძველი ტაძრების გვერდითაა. ტრანსპორტის მხრივ საცობები ძალიან ხშირია. გზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ნეპალი ტურისტებისთვის შეიძლება ითქვას, რომ იაფი ქვეყანაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია თუ რატომ სტუმრობს ამდენი მოგზაური ამ ქვეყანას. იაფი ჰოსტელი ღამე $5-10-მდეა. საშუალო სასტუმრო $15-20-მდე. პრემიუმ სასტუმრო კი $50-დან ზემოთ. კვება. ქუჩის ადგილობრივი კერძები $1-დან $3-მდე შეიძლება ღირდეს. რესტორანი ტურისტებისთვის კი $5-დან $10-მდე. ტრანსპორტი. ტაქსი ქალაქში $1-დან $5-მდე ჯდება. დამოკიდებულია მანძილზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიკროავტობუსები და ავტობუსები ძალიან იაფია. 20 ცენტიდან 50 ცენტამდე. სკუტერის დაქირავება დაახლოებით $5-დან $7-მდე დღეში. უსაფრთხოება. ეს ქვეყანა ძალიან უსაფრთხოა ტურისტებისთვის. ძირითადი საფრთხე შეიძლება იყოს ჯიბის ქურდობა ხალხმრავალ ადგილებში და მოტყუება, მაგალითად გადამეტებული ფასები. ეს ტურისტებისთვის. ნეპალი ქალებისთვისაც საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა ღამით მარტო სიარული არ არის რეკომენდირებული. იკითხავთ როგორია ნეპალის კლიმატი. აქ ყველანაირი კლიმატი გვხვდება. ალპური სიცივე ჰიმალაიში, ნესტიანი ჰავა ჯუნგლებში და ზომიერი ტემპერატურა დედაქალაქ კატმანდუში. ნეპალში რამდენიმე რელიგიაა გავრცელებული. ქვეყნის მცხოვრებთა დაახლოებით 80% ინდუიზმის აღსარებელია. ბუდიზმის მიმდევარი მოსახლეობის 10%-მდეა. არიან ასევე მუსლიმები დაახლოებით 5%-მდე და ქრისტიანებიც, თუმცა არც თუ ისე ბევრი. აქ ინდუიზმი და ბუდიზმი გვერდიგვერდ არსებობს. ნეპალი ალპინისტების ნამდვილ სამოთხედ ითვლება. თუ ერთხელ მაინც ევერესტს არ სტუმრები ხარ, რა ალპინისტი გვიანაში. მოსახლეობის რაოდენობას რაც შეეხება მათი რიცხვი 30 მილიონია. სოფელში მცხოვრებლები ძირითადად აგრარული საქმიანობით არიან დაკავებული. ქალაქში ცხოვრება სხვადასხვაგვარია. კატმანდუ საკმაოდ განვითარებულია ინფრასტრუქტურული მიმართულებით, თუმცა იგივე არ შეიძლება ითქვას სხვა პატარა ქალაქებზე. რაც შეეხება სოფლებს, იქ ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს უფრო დამთვალიერებლებს ეჩვენებათ. ადგილობრივებისთვის კი ამგვარი ყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვათაშორის არსებობს სოფლები, სადაც ელექტროენერგია საერთოდ არ არის. არ არსებობს ასევე საავტომობილო გზებიც და მაცხოვრებლები საკმაოდ შორ მანძილებზე
თუ შეძლებულია ცხენით, თუ არა და ფეხით გადაადგილდებიან. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1000-დან 1500 ამერიკულ დოლარამდეა წელიწადში. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს თანხა საოცნებაა. მთავარი ეკონომიკური ძალა ეს სოფლის მეურნეობაა. თუმცა ტურიზმიდან და მიგრანტების ფულადი გზავნილებიდან ქვეყანა ასე თუ ისე ცხოვრობს. სამშობლოდან ძალიან ბევრი ნეპალელი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული. ნებისმიერ ქვეყანაში თუ ის ტურისტულად მიმზიდველია, სოლიდური შემოსავალი აქვს ქვეყანას. ასეა ნეპალიც. აქ ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს ევერესტს. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქვეყნის ეკონომიკა მაინც სუსტია. როგორც ბევრ აზიურ ქვეყანაში, კორუფცია აქაც მეფობს. ნეპალური სამზარეულო არის ინდური და ტიბეტური გავლენის ნაზავი. მთავარი კერძებია დალბატი და მომო, ორთქლზე მოხარშული ღვეზები. სხვათა შორის ნეპალის დროშა ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც სამკუთხა ფორმისაა. ამ ქვეყანას არ აქვს საზღვაო გასასვლელი. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები ამ ქვეყანაში პირველ რიგში ევერესტია, ასევე ანაპურნა, ბაქთაპური, ლუმბინი და პოხარა. ნეპალში სახელმწიფო ენა ნეპალურია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ენა გავს ინდურს, თუმცა გრამატიკით და ლექსიკით განსხვავდება. წერა დევანაგარის ანბანით ხდება, იგივე ანბანით, რასაც ჰინდი იყენებს. მოკლე ისტორია ამ ქვეყანაზე. ოდესღაც ნეპალი სამეფო იყო, ყავდა მეფეები და არსებობდა დინასტიები. ბოლო მეფე გახლდათ გიანენდრა, რომელიც 2001 წელს გამეფდა. თუმცა მის გამეფებამდე ცოტათი ადრე სამეფო ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. პრინცმა მეფე დიპენდრას შვილმა სასახლეში ცეცხლი გახსნა და მთელი სამეფო ოჯახი დახოცა. მიზეზი მშობლებისგან საყვარელი ქალის ცოლად მოყვანაზე უარის თქვა იყო. ამ ამბიდან სამ დღეში პრინცმა თვითონაც მოიკლა თავი. ახალ მეფედ მოკლული მეფის ძმა აირჩიეს. ხალხი ამ ტრაგიკულმა ამბავმა შოკში ჩააგდო. მეფის ავტორიტეტი დაეცა და ზუსტად აქედან დაიწყო ნეპალის ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი: პროტესტები, შიდა ომი და მმართველობის შეცვლა. კომუნისტურმა ჯგუფებმა, სხვა სახელით მაოისტებმა, მაო ძედუნის მოძღვრების მიმდევრებმა მოიპოვეს ხალხის მხარდაჭერა და ბრძოლა დაიწყეს მეფის წინააღმდეგ. 2008 წელს ნეპალმა მეფე ოფიციალურად გადააგდო და გახდა ფედერაციულ დემოკრატიული რესპუბლიკა. დღეს ნეპალში არის პარლამენტი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პოლიტიკა მაინც დაყოფილია. ძირითადად კომუნისტურ ჯგუფებსა და დემოკრატიულ ცენტრისტულ ძალებს შორის. მოდი დასასრულს ამ ქვეყნის შესახებ საინტერესო და უცნაური ფაქტები მოვყვეთ. ქვეყანაში არსებობს უძველესი ტრადიცია ყუმარი. პატარა გოგო, რომელსაც ბავშვობიდანვე ღმერთის სტატუსი ენიჭება. წარმოიდგინე 4 წლის გოგონა, რომელსაც უყვარს თამაში, ბავშვური გართობა და ტკბილეული. მაგრამ ერთ დღესაც მოდიან ბერები და ეუბნებიან, რომ ის რჩეულია, ის არის ცოცხალი ქალღმერთი. ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება. გოგონა იწყებს ტაძარში ცხოვრებას. როგორც არ უნდა უჭირდეს ეკრძალება ტირილი. ღმერთი ხომ არ ტირის. მისთვის ავად გახდომაც აკრძალულია. ის აღარ არის უბრალოდ ბავშვი, ის არის ყუმარი. მაგრამ ამ სტატუსს არ შეუძლია დროის შეჩერება. ბავშვობა ნელ-ნელა ქრება და როცა პირველი ციკლი დაეწყება ამ გოგონას, ტიტული ეკარგება. ღმერთის სტატუსი ქრება და ის უბრალო გოგოდ უბრუნდება საზოგადოებას. იგი ტაძრიდან გადაინაცვლებს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ხშირად სრულიად უცხო სამყაროში, რომელიც მანამდე არასდროს განუცდია. როგორი სევდის მომგვრელიც არ უნდა იყოს, ასეა ეს ყველაფერი. და კიდევ ერთი, ევერესტის შესახებ ალბათ ყველა მიცის. მაგრამ ცოტამ თუ იცის ადგილობრივი თქმულება, რომ ჰიმალაის მთებში შეიძლება არსებობდეს შანგრილა, ჯადოსნური ადგილი, სადაც ადამიანები არ ბერდებიან. ადგილობრივი შერპების თქმით, ჰიმალაის მთებში არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება. მას შანგრილას ეძახიან. ლეგენდის თანახმად, ვინც იქ მოხვდება, სიმშვიდეს და ჭეშმარიტებას პოულობს და ბერდება მხოლოდ მაშინ, როცა დატოვებს იქაურობას. დღემდე ბევრი დარწმუნებულია, რომ შანგრილა ნამდვილად არსებობს. და ბოლოს, ნეპალი ბუდას სიდჰართა გაუტამას სამშობლოა. ქალაქი ლუმბინია ის ქალაქი, სადაც ბუდა დაიბადა. გონია ასე თუ ისე გაგაცანით ეს ქვეყანა. მე პირადად ძალიან მესიმპათიურება და სურვილი მაქვს უახლოეს ხანებში ვესტუმრო. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის დათვალიერება ჩემთვის იქნება განსაკუთრებული თავგადასავალი და შთაბეჭდილებებით ახსავს. ამიტომაც თქვენს გირჩევთ იქ გამგზავრებას. არ დაიზაროთ ვიდეოს მოწონება და მეგობრებისთვის გაზიარება. ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. ნახვამდის.